სისხლი დამწამეს მეფემ ბრძანა გახსნევა ხელისა. გავიხსენ ფარვად პატიშ და არ ვისგან საეჭველისო. ესე იგი დარიელი რომ ცუდად გახდა, ექიმებს, იმდროინდელი ექიმებს ეგონათ რომ მაღალი წნევა აქვსო და მეფენ სისხლის აღება ხელიდან, ესე ხელის ბრძანა გახსნევა ხელისო. სისხლი აეღოთ და სისხლის როცა გამოუშვებდნენ, სისხლის გამოშვება დარიელის გაიზრდა ბრძანაცოდა და როცა გამოუშვებდნენ სისხლს, მაშინ დაიწევდა წნევა, მაშინ იყო. თანამედროვე ექიმებიც მაღალი წნევა გაქვს, ძალიან მაღალი, სანამ სასწრაფო მოვიდეს, სანამ რაღაცა დაგვიანებს, შეიძლება თითებიდან აიღო სისხლი, ყველა თითიდან გამოვა წნევა ნორმალური გახდება. ეხლა თუ თავი გტკივა და ცვალებადი წნევა გაქვს, ხან მაღალი, ხან დაბალი და შენ დაბალი წნევა გქონდა, არ გიგონია რომ მაღალია ისე. და მაშინ აიღო სისხლი, დაბალი წნევა უფრო ცუდია. ისევ და ისევ ექიმი და სასწრაფო. ეხლა დეპრესიის კურნალობაზე მაქვს რუსთველისა როგორ კურნალობდნენ დეპრესიას. სიარული, ცხენით სიარული და სხვა და ახლა. სიარულით თანამედროვე მითომ დიაბეტსაც კურნალობენ, დღეში 75 წუთი სიარული, ჯობია ჭამის მერე გინდა, პირველი ჭამის მერე გინდა საღამოს მეორე ჭამის მერე 1 საათი რო გავა, 75 წუთი იარე. და ყველაფერი კარგად იქნება. მაგის შესახებ კიდე დაწვრილებით სხვა ვიდეოც მაქვს.